მოგესალმებით მეგობრებო, ეს არხი პანგინიოა, მე კი გუგა ვარ. დღეს შემოგთავაზებთ ტოპ 10 საუკეთესო მოთამაშე Squid Game-ში. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქით ვიდეო და გააქტიუროთ ზარისხმები. მოდი ახლა კი გადავინოსოთ ვიდეოზე. ტოპ 10-ს გახსნის ქალი, რომელმაც მთელი Squid Game-ი წინასწარმეტყველდა და დახურა იგი. 0.44 მოთამაშე, სუნიანი. ის ჩუმი და დაკვირვებული მოთამაშე იყო, რომელიც თავდაპირველად შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მოგვიანებით საოცარ გამძლეობასა და დეტალებისადმი ყურადღებას ავლენს, რაც მას თამაშის ბოლო ეტაპამდე მიყვანაში ძალიან ეხმარებოდა. სუნიანის ძალა მის არამოჩვენებით ინტელექტსა და ადაპტირებაში მდგომარეობს. ის არ უყურებს და არ ეძებს თვალებით, არამედ სულების ხმით, რომლებიც მისთვის გამოსცემენ. ეხა იქ მისი ჭკუით. ის არ არის ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ მისი უნარი წაიკითხოს სიტუაციები და გააკეთოს გათვლილი ნაბიჯები, მას წარმატებებით ატარებს თამაშის საკუთარ გზაზე. ქალმა ყველაფერი წინასწარმეტყველა მისი სიკვდილის გარდა, რომ ბოლოს მას cute potato იგივე შიშარა მის მოკლავდა. ხო, ბოლოს უღალატეს თავის მაღმერთმა და ეგრე დაასრულა სიცოცხლე მაგანაც. მე-9 ადგილზე გავიყვანე კანგ დაეჰო, იგივე 392 მოთამაშე. თავდაპირველად იგი ძლიერ და ასე ვთქვათ მაჩო პერსონაჟად მოჩანს, მაგრამ მესამე სეზონში მისი ნამდვილი შიშარა ბუნება ვლინდება. ის ტოვებს აჯანყებას, რასაც მრავალი მოთამაშეს სიკვდილი მოსდევს. დაეჰო გიხუნის საპირისპიროა. მისი სიმხადლე და ეგოიზმი აჩვენებს თუ როგორ შეიძლება დაინგრეს ადამიანი ექსტრემალურ პირობებში, რაც მას გიხუნის სამიზნედ აქცევს შემდეგ. ალბათ ის ერთადერთი საზღვაო ქვეითია, რომელიც უფრო სწრაფად გარბის ბრძოლის ველიდან, ვიდრე მასზე მიდის. და ბოლოს ის ისე დაასრულებს სიცოცხლეს, რომ მას გიხუნი კლავს სამწუხაროდ. მერვე ადგილას გავიყვანე მოთამაშე 256. მესამე სეზონის ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟი, მამა, რომლის შვილსაც კიბო აქვს. სწორედ მისი შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოსაპოვებლად იყო თამაშებში. ის იყო აჯანყების წევრი Squid Game-ში, სადაც გამოაჩინა ძალა და სიმამაცე. მან მოთამაშე 222-ის ჯუნჰის შვილთან ერთად მოახერხა გარე სამყაროში გაღწევა მე-11 მცველის დახმარებით. იგი წარმოადგენს უზომო მშობლიური სიყვარულისა და თავგაწირის სიმბოლოს. მისი მონაწილეობა აჯანყებაში და თამაშიდან გაქცევის მცდელობა ხაზს უსვამს მის გამძლეობასა და გადარჩენის ძლიერ სურვილს, რაც მის შვილთან ასოცირდება. ის გვიჩვენებს, თუ რაოდენ შორს შეიძლება წავიდეს ადამიანის საყვარელი ადამიანის გადასარჩენად. ალბათ ფიქრობს, თუ აქედან ცოცხალი გავალ ჩემ შვილს იმდენ სათამაშოს უყიდი, რომ მისი კიბოს მკურნალობის მთელი ბიუჯეტი ამაში დამეხარჯებაო. მე-7 ადგილს დაიკავებს ჯუნგბე, მოთამაშე 390. გიგი გიხუნის აზარტული თამაშების ძველი მეგობარია, რომელიც მეორე სეზონში თამაშებს უერთდება. ის საზღვაო ქვეითი იყო, ასევე არის ერთგულ და კეთილშობილი მოთამაშე, რომელიც ცდილობს სხვა მონაწილეების დახმარებას. მისი ბედი ტრაგიკულია, რადგან ფრონტმენი სასტიკად სჯის მას სიკვდილით გიხუნის ამბოხების გამო. ჯუნგბე წარმოადგენს ადამიანური ურთიერთობებისა და ურთიერთგულების მსხვერპლს თამაშების დაუნდობელ სისტემაში. მისი სიკვდილი ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ უსამართლო და სასტიკი სისტემა, რომელიც ადამიანურ კავშირებსაც კი ანადგურებს. ის გიხუნისთვის ერთ-ერთი მტკივნეული გაკვეთილია იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას. ალბათ ბოლო წუთებში ფიქრობდა ჯუნგბე, ეს გიხუნი რა უიღბლოა, სულ ჩემს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აღენებს. იქნებ ამის მერე მაინც დაიმბრუნოს ის ფული, რაც მართებსო. კარგით, ხუმრობა იქით იყოს და ის ნამდვილად ძლიერი მოთამაშე იყო და ღირსეულად დაიკავებს თავის მე-7 ადგილს. მე-6 ადგილას დავაყენე ქალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა, მოთამაშე 159, ჯანგ გვემჯა, დედა, რომელიც შვილთან ერთად, იონგ სიკთან, მოთამაშე 00 შვილთან ერთად შედის თამაში. ის შვილს სასტიკად იცავს და მისთვის ნებისმიერ სხეულზეა წამსვლელი. გვემჯა უპირობო დედობრივი სიყვარულის განსახიერებაა. მისი ყოფნა თამაში გულსატკენია, რადგან ის გვიჩვენებს, თუ როგორ ანადგურებს თამაში ოჯახურ კავშირებს. ალბათ ფიქრობს, კარგი თამაშის წესები გავიგე, მაგრამ ჩემ შვილს ამ საწოლის დალაგება როგორ ვაიძულოო. და მაინც ბოლოს, მისი სიკვდილი ყველასათვის ძალიან ტრაგიკული იყო და ეს აჩვენებს მის გამბედაობას და იმ გულის ტკივილს, რაც ამ თამაშებში გამოიარა მან, იმის გამო, რომ გადაერჩინა ჯუნჰი, მოთამაშე 222 და მისი შვილი, ჯუნჰის ქალიშვილი. ტოპ 5-ს ღირსეულად გახსნის მოთამაშე 73 ლი მიუნგი, ყოფილი შეყვარებული 222-ისა და ყოფილი კრიპტო ინფლუენსერი, რომელიც თამაშში თავისივე თაღლითობების გამო აღმოჩნდა. თავდაპირველად ეგოისტურად ჩანს, მაგრამ თანდათან იცვლება და ჯუნჰისა და ბავშვის მიმართ ზრუნველობას ავლენს. მიუნგი რთული პერსონაჟია, რომელიც თავისი შეცდომების შედეგებს უპირისპირდება. მისი განვითარება მიუხედავად იმისა, რომ ტრაგიკულია, აჩვენებს, რომ ექსტრემალურ პირობებში ადამიანს შეუძლია შეიცვალოს. ალბათ ცდილობს თამაშიც კი იპოვოს
ახალი კრიპტოინვესტიციის სქემა, სანამ ვინმე მოკლავს მას. მორალურად რომ შევხედოთ, ბევრს სურს ეს პერსონაჟი და კი, გასამართლებელი საბუთები აქვთ, მაგრამ რეალურად შევხედოთ ახლა ამ ყველაფერს. ის ცდილობდა ბოლომდე, რომ ჯუნჰისთან მოლაპარაკება გაემართა და ის შერიგებულიყვნენ და ერთად გასულიყვნენ ამ თამაშებისგან, მაგრამ მე 222-ის პოზიციას მესმის და ვეთანხმები, რთულია შეურიგდე შეყვარებულს იმის შემდეგ, რაც გაგიკეთა. მოკლედ ამგვარად, 223 მოთამაშე ღირსეულად დაიკავეს მეხუთე ადგილს. მეოთხე ადგილს დაიკავებს ორსული ქალი, რომელმაც მეხუთე თამაშამდე გაძლო. კიმ ჯუნ-ჰი მოთამაშე 222 და მეხუთე ადგილოსანი 333-ით შეყვარებული ყოფილი. ახალგაზრდა ქალი, რომელიც თამაშებში კრიპტო თაღლითობის გამო აღმოჩნდა. ის ორსულადაა და მისი მთავარი მიზანი შვილისთვის მომავლის უზრუნველყოფაა. ჯუნ-ჰი უკიდურესი დაუცველობისა და დედობრივი ინსტინქტის სიმბოლოა. მისი ბრძოლა გადარჩენისთვის განსაკუთრებით ახალ შობილთან ერთად გვიჩვენებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილი შეიძლება იყოს ადამიანი. ალბათ ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც შეეძლო ეთქვა, რომ სასიკვდილო თამაშები ჯერ კიდევ ჯობია ჩემს ყოფილ შეყვარებულს და კრიპტო ბირჟასო. და საბოლოოდ, ის ძალიან ძლიერი ქალია, რომელმაც მოახერხა ბავშვთან ერთად ეთამაშა ეს სასიკვდილო თამაშები. და მიუახლოვდით ტოპ 3-ს და ვინ იქნება ტოპ 3-ში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა ჩო ჰიუნ ჯუ მოთამაშე 120. ის ჩემი აზრით იყო ერთ-ერთი, ვინც უნდა გასულიყო ამ თამაშებიდან და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე Squid Game-ში. ის იყო ყოფილი სპეცრაზმელი და ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც საპრიზო ფული სქესის შეცვლის ოპერაციისთვის სჭირდებოდა. ის უძლიერესი, ჭკვიანი და თანამგრძნობი მოთამაშეა, რომელიც განსაკუთრებით ჯუნჰის გვერდით დგას და ასევე ყველა მოთამაშეს გვერდით. ის იყო ძალიან კეთილი. ჰიუნჯუ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პერსონაჟია. მისი სამხედრო უნარები და ინტელექტი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს, რაც ჩვენ ვიხილეთ აჯანყების დროს, მაგრამ მისი ადამიანური თავდაუზოგავება, განსაკუთრებით ჯუნჰისა და ბავშვის მიმართ, მას გმირად აქცევს ამ საშინელ გარემოში. ალბათ ერთადერთი მოთამაშეა, ვისაც შეეძლო თამაში გადარჩენა. ორსულ ქალს მშობიარობაში დაეხმარა და თან გაქცევის გეგმის შემუშავებაც შეეძლო ამ მოთამაშეს. ნამდვილი მრავალფუნქციური გმირი იყო იგი. ასევე მან ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე. მას უკნიდან მოეპარა 333 მოთამაშე და ეგრე დაასრულა სიცოცხლე 120 მოთამაშემ. აი უკვე გადავიდეთ მეორე ადგილას და ვინ იქნება ის თუ არა ჰვანგი ჰო, იგივე ფრონტმენი და მოთამაშე 001. იდუმალი ფრონტმენი, რომელიც ჯუნჰოს ძმა და თამაშების ყოფილი გამარჯვებულია. ამ სეზონში ის მოთამაშის როლსაც ირგებს, რათა გიჰუნის ქმედებებს დააკვირდეს. ინჰოს პერსონაჟი კიდევ უფრო თულდება. მისი ცინიზმი ადამიანური ბუნების მიმართ და თამაშებისადმი ღრმა ერთგულება შიშის მომგველია. მისი მოთამაშეობა კი აჩვენებს, თუ რამდენად ჩართულია ის მგზავრკლევ ტრაგედიაში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ფრონტმენი თამაშობს მოთამაშეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოწყენილია და მოქმედება უნდა. ალბათ ყვირის, კარგი მოთამაშეობო, ჩემს დროში რატომ არ კვდებოდით ესე იოლადო. და მიუახლოვდით პირველ ადგილოსანს ამ თამაშების მეფეს და წამყვანი სამივე სეზონისა, ვინ თუ არა ის სონ გიჰუნი მოთამაშე 456. პირველი სეზონის გამარჯვებული, რომელიც თამაში ბრუნდება არა ფულის, არამედ სისტემის დასანგრევად. მას წარსულის ტრაგედიები ტანჯავს და ცდილობს სხვა ადამიანები იმავებედის განიხსნას. გიჰუნი მნიშვნელოვან ევოლუციას განიცდის. ის თანაგრძნობას ინარჩუნებს, მაგრამ უფრო გადამწყვეტი და სტრატეგიული ხდება. მისი მისიაა სხვების გადარჩენა, გვიჩვენებს მის გმირულ მხარეს, თუმცა ამის მისაღწევად ის რთულ და მორალურად ორაზროვან არჩევანსაც აკეთებს. ის ყველაფერს აკეთებს ბოლო მომენტში, რომ გადაარჩინოს 222-ის შვილი. და ინაზღაუროს ის დანაშაული, რომ მის ქალიშვილს ვერაფერი გაუკეთა მამობის დროს და ის ბოლოს თავგანწირვასაც გვაჩვენებს და ტოვებს სიტყვას, რომელიც ადამიანობაზე დააფიქრებს თითოეულს. და მიუახლოვდა დასასრულს ჩვენი ვიდეო. მადლობა ყურებისთვის და გამოიწერეთ არხი და ლაიქით და გააქტიურეთ საერთოდ რომ არ გამოგჩეთ სხვა ესეთი კარგი ვიდეოები.